თბილისში ღამით მომხდარი მკვლელობა გახსნილია დაკავებულია 20 წლის ახალგაზრდა მოკლული მუსიკოსი ლანჩხუთში გადაასვენეს. გამოძიების ინფორმაციით დაჩიარჩიას მკვლელობაში ეჭვმიტანილთა შელაპარაკება ქუჩაში მოუვიდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. რა მოხდა ავლაბრის მეტროსთან დარას ამბობენ გარდაცვლილი ახლობლები, ვნახოთ ნათია უროლაშვილის სიუჟეტში. ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მომხდარი მკვლელობის კვალი დღესაც შესამჩნევია. რეჟისორი და მუსიკოსი დაჩიარჩია სკაიბარში მუშაობდა. დაწესებულების დირექტორის თქმით, ინციდენტი მკვლელობაში ეჭვმიტანილსა და მოკლულს შორის სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ქუჩაში დაიწყო. ერთადერთი ვიცით, რომ სომხურ ეკლესიასთან დაარტყა დანა და შემდგომ დაჩიმს რაღაც 100-150 მეტრი ირბინა აქეთკენ სკაიბარის შენობისკენ, რათა თავისთვის ეშველა და ეს მოძდევდა ეს ბიჭი. რა დროსაც შეესწრო ამ ყველაფერს დაცვის პოლიციის თანამშრომლები, ეს ბიჭი დააკავეს, დაცი ჩვენ იქვე დავაწვინეთ და როგორც ექიმები იძახენ, როგორც ჩვენ ინფორმაციას ვფლობთ, სისხლისგან დაიცალა, ანუ არტერიაში ქონდა მოხვედრილი, ორი ჭრილობა ქონდა მიყენებული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან დაჩიარჩიას ცხედარი ლანჩხუთში გადაასვენეს. მომხდარის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს. დეიდაშვილია ჩემი. ამერიკის ამდვილად და დღეს ასეთია. რა მოხდა არაფერი არ. გვიან ღამე მოხდა ესე ვიცით. საათის 4-ო ალბათ. რაღაც 4 წუთია ასე ამბობ. დაჩინო დაამთავრა ეს თავისი სამუშაო დღე. მე და დაჩი დავემშვიდობეთ ერთმანეთს რა. მეც დაბლა ვიყავი. ძალიან მინდოდა რომ ცოტა ხანი გაჩერდი, მეთქი უთხარი, მაგრამ არ გაჩერდა. არა წავალო სახლში, ესე მითხრა და ის რომ უკან რომ მოვბრუნდი უკვე, ანუ ეს ფაქტი ვნახე. გარდაცვლილი ყიფიანის ქუჩაზე დასთან ერთად ნაქირავე ბინაში ცხოვრობდა. მეზობლებმა ის ბოლოს გუშინ საღამოს ნახეს. შოქში ვართ, მთელი უბანი და ეზო ჩავარდნილი. მთელი ღამე გავათენეთ თეთრად. აი ეხლაც არ ამჯერავს, რომ მაგბიც რაღაცა დაემართა. თვითონ მარტო იყო და თავის და კიდე. და ოჯახს იყო გადაყოლილი. ინციდენტის თვითმხილველი დაცვის პოლიციელი გახდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხელკვალზე დააკავეს. დაკავებული, რომელმაც მსხვერპლს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, დანაშაულს აღიარებს. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ერთი პირი დავაკავეთ, რომელმაც ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ერთ პირს, რომელიც ავადმყოფოში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.